გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეს კიდევ ორი ახალი ბრალდებული ჰყავს. ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. გუშინ გვიან ღამით დააკავეს ისინი, მათ პოლიციამ საცხოვრებელ სახლებში მიაკითხა. არასრულწლოვანი ნია იმნაძის შემთხვევაში დაკავების ამსახველი მძიმე კადრები მისმა ადვოკატმა Facebook-ით გაავრცელა. გოგონა ცუდად გახდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს. მას ბრალს ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახდა მძიმე დაზიანების წაქეზების მუხლით წაუყენებენ. საზოგადოებას შევახსენებ, რომ მოკლული მასწავლებლის ოჯახი ნია იმნაძეს როგორც დანაშაულის ინიციატორს და წამქეზებელს ხელს პირველივე დღეებიდან ადებდა და მის გასამართლებას მოითხოვდა. რაც შეეხება ანასტასია ბერუაშვილს, მას ბრალად მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ის ამ საქმეზე გასამართლებული გიორგი რიკაძის შეყვარებულია. ორივე ბრალდებულს აქამდე ამ საქმეზე მხოლოდ მოწმის სტატუსი ჰქონდა. რა ახალი გარემოებები არსებობს საქმეში, ან არსებობს თუ არა, რის საფუძველზეც პროკურატურამ ეს ორი პირი 10 თვის თავზე დააკავა. ფორმულას ჟურნალისტი დია ბაზაღუა მუშაობს თემაზე, ის არკვევს დეტალებს და პირდაპირ ეთერში მოგუყვება. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ნია იმნაძე მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, რადგან როგორც თქვენ აღნიშნეთ, გუშინ გვიან ღამით ის დაკავების დროს, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, გახდა შეუძლოდ და გადაიყვანეს კლინიკაში. ამ წუთებში მას უტარდება გარკვეული სამედიცინო მოქმედებები, როგორც ამას ამბობენ კლინიკაში, თუმცა კონკრეტულად მისი მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით არის უცნობი. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ განცხადებას კლინიკიდან, გარდა ამისა, ჩვენ გუშინ მთელი ღამის განმავლობაში და ასევე დღესაც ვცდილობდით მის ადვოკატთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ, როგორც აღნიშნეთ, სწორედ ადვოკატის ლაივიდან გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ აკავებდნენ ნია იმნაძეს. ამის შესახებ კი ჩვენ პროკურორმა დაგვიდესტურა ის, რომ ის ნამდვილად იყო დაკავებული და ნია იმნაძეს ბრალდების მხარე ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას. რაც შეეხება ანასტასია ბერუაშვილს, მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დანაშაულის უბრალოდ შეუტყობინებლობა. ჩვენ ვესაუბრეთ ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატს, რომელიც ამბობს იმას, რომ ბრალი არის აბსურდული, მას ჯერჯერობით არ გადასცემია საქმის მასალები და მტკიცებულებებთან დაკავშირებით საუბარი უჭირს, თუმცა ცნობილია ის, რომ 28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ამ ფიგურანტების დაკავებას 10 თვის განმავლობაში ითხოვდა და ნია იმნაძეს ასახელებდა სწორედ ამ ამბის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად. ნია იმნაძე შეგახსენებთ, რომ იყო გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე და აწუყე მსჯავრდებული ალექსანდრე გაბაშვილის შეყვარებული ეკა კუპატაძის ვერსია იყო სწორედ ასეთი, რომ მისი წაქეზებით მოხდა სწორედ ალექსანდრე გაბაშვილისა და გიორგი რიკაძის მიერ გიგა ავალიანზე თავდასხმა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწია. რაც შეეხება საქმის დეტალებს, ამასთან დაკავშირებით ოდნავ უფრო მოგვიანებით გეტყვით, მანამდე კი შეგიძლიათ, რომ ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატის პოზიცია მოისმინოთ. თბილისის სამმართველოშია დროებით მოთავსების იზოლატორში და აბსურდული სავარაუდო ბრალდებით, რასაც პრეცედენტი არ ქონია სისხლის სამართლის საქმეში, აღნიშნულს, არ ვიცი, ესეთი პრეცედენტი არ ყოფილა. მართლა ბავშვი არაფერს შესწრებია, არაფერი იცოდა და ბრალდების მხარის ეს დამოკიდებულება და მით უმეტეს სასამართლო განჩინებით პატიმრობის განსაზღვრა არასრულწლოვანის მიმართ, არის პირდაპირ შოკის მომგვრელი. ამას გავაგრძელებთ დავებს და დრო გვიჩვენებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ასეთი რამე მართლა არ ყოფილა. პრეცედენტი არ არსებობს. უამრავი საქმე მქონია პრაქტიკაში, მაგრამ მსგავსი არაფერი. ამ საქმეში ბრალდებული პირების ადვოკატები ამბობენ იმას, რომ საქმეში არდებს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას დაადასტურებს და ისინი ამბობენ, რომ პროკურატურა ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრის წნეხის ქვეშ მოექცა და ამას ვერ გაუძლო. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ დააკავეს სწორედ 10 თვის თავზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი და რას ელოდა ამ დრომდე პროკურატურა, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პროკურატურის ოფიციალური პოზიცია არის უცნობი, დაკავებულები ელოდებიან ბრალის წარდგენას, თუმცა ჩვენ ვესაუბრეთ 28 წლის მასწავლებლის მოკლული გიგა ავალიანის დედას ეკა კუპატაძე ფორმულასთან საუბარში ამბობს იმას, რომ ის მთელი ამ თვეების განმავლობაში თანამშრომლობდა პროკურატურასთან და არსებობდა კონკრეტული კითხვები და ეჭვები ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილთან დაკავშირებით. გარდა ამისა, პროკურორი ქეთი სონიძეც მედიასთან საუბარში ყოველთვის აღნიშნავდა იმას, რომ მიმდინარეობდა კვლავ გამოძიება და ისინი ელოდნენ ნია იმნაძის ტელეფონიდან კონკრეტული SMS-ების აღდგენას, რომელიც იყო წაშლილი. სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა მთავარი მტკიცებულება ამ საქმეში, რის საფუძველზეც მოხდა მათი დაკავება.
ჩემი შვილის სურათი. აგერ მაქვს მე ჩემი შვილის სურათი ეს დავშალე. ო შენ მოგიკვდეს დედა. ჩემი შვილი, ჩემი ასაკის დავკრძალე. ჩემი შვილი 23 წელი მოემატა. დედიკო. ხო, ჩემთვის ამას სამართლის აღსრულება აქვს. თუ კი ვინმეს შვილიც აქვს, მე არ მადარდეს. კრიმინალური ცხოვრების მქონე ადამიანთან თუნდაც უბრალოდ დაიჩულებ. ვინ? გოგონა ვინც მისი სიმპათია ხარ. ეს უკვე წაკესებაა. ეს ერთი, მეორეც. ნიაიმნაძეს რაც არ უნდა ეთქვა სახში, თავის მშობლებთან, რაც არ უნდა ეთქვა მეგობრებთან, რაც არ უნდა ეთქვა მეზობლებთან, რაც არ უნდა ეთქვა ვისთანაც უნდა მასთან. დანაშაული არ ექნებოდა. ნიაიმნაძე იქ წამქეზებელი არ იქნებოდა, იმიტომ რომ არავის არ ჩაუდენია დანაშაული. ნიაიმნაძის წაქეზებამ გამოიწვია დანაშაული ეს 7 ოქტომბერს ღამით თაწმინდაზე წყვილები იმენაძე გაბაშვილი და რიკაძე ბერუაშვილი აღნიშნავდნენ ერთად გიგაზე თავდასხმას. ეს სურათები მე მანამდე მოვიპოვე, სანამ საქმის მასალები მექნებოდა. მე ამ ყველაფერს ხალხის მხარდაჭერით მივახცე, ვერაფერს ისე ვერ ვისამდი. ერთი ლაიქიც კი, ერთი კომენტარიც კი, მე უდიდეს საქმეს მიკეთებ და აი ეს მიკროფონები 28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე უკვე მსჯავრდებულები არიან ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე. მათ პროკურატურა ედავებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც გიგა ავალიანის გარდაცვალება გამოიწვია და მათ 10 წლითა და 6 თვით აქვთ პატიმრობა შეფარდებული. რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვანს, მას ჯგუფური ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას ედავებოდნენ. მასაც შეფარდებული აქვს პატიმრობა 9 წლითა და 9 თვით. რაც შეეხება ანინას ყიდაშვილს, რომელსაც პროკურატურა ედავებოდა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, მას შეფარდებული აქვს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს, მათ როგორც გითხარით, უნდა წარუდგინონ ბრალი, ისინი არიან ამ წუთებში ბრალის წარდგენის მოლოდინში, სავარაუდოდ უახლოეს საათებში უნდა მოხდეს ეს. დღეს ან ხვალ ჩაინიშნება უკვე სასამართლოში პროცესი, სადაც იმსჯელებს მოსამართლე მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით და ასევე სავარაუდოდ სასამართლოში მოგვეცემა ჩვენ შესაძლებლობა პროკურორთან გასაუბრების და კითხვების დასმის, თუ რა გახდა 10 თვის თავზე ის მთავარი მტკიცებულება, რაც მათ მოიპოვეს, რის საფუძველზეც ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.